რეგიონული კონფერენცია თემაზე პული პოლიტიკაში გაიხსნა სასტუმრო თბილისი მერიოტში. კონფერენციის მიზანია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების პოლიტიკური პარტიების მონიტორინგისა და ანტიკორუფციული სამსახურების მუშაობის შედეგად პოლიტიკური ფინანსების სფეროში აღმოჩენილი პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება და გამოცდილების გაზიარება. კონფერენციაზე ირაკლი კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ამ სფეროში ბევრი ხარვეზი არსებობს და გაუმჭვირვალეა პარტიების მიერ თანხების გამოყენება. პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა პარტიების დაფინანსების ზედამხედველობის ფუნქციის აუდიტის სამსახურიდან გატანის შესაძლებლად. ირაკლი კობახიძის აზრით, ამ ეტაპზე აუდიტის სამსახური საკუთარ საქმიანობას კარგად ასრულებს და ცვლილებების საჭირო არის. თემა არის ძალიან აქტუალური, საქმე ეხება პოლიტიკის და ფინანსების კავშირს და ეს კავშირი, რა თქმა უნდა, განსაზღვრავს საბოლოო ჯამში დემოკრატიის შინაარსს, დემოკრატიული პროცესების შინაარსს. აქედან გამომდინარე, თემა ბუნებრივია ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. აქ იყო საუბარი მათ შორის იმაზე, რომ განიხილებოდა გარკვეული ფორმით ამ ფუნქციის, პოლიტიკური პარტიების ფინანსური ზედამხედველობის ფუნქციის გატანის საკითხი სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური დღეს არის საუკეთესო ორგანო, რომელიც ეს ამ ფუნქციას უნდა ახორციელებდეს. ფინანსები პოლიტიკაში არის გამოწვევა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის და ჩვენთან უკვე საქართველოში მეორეჯერ ტარდება ესეთი მასშტაბური კონფერენცია. ტარდება იმიტომ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ 2012 წელს ქონდა ძალიან მძიმე გამოცდილება ამ მიმართულებით, აი ამ მოკლე ხანში შევძელით, რომ სხვადასხვა შეფასებებით, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების, ძალიან ავტორიტეტული ორგანიზაციების, ჩვენი ეს ფუნქცია გავიდა პირველ ადგილას ეფექტურობით. ეს სემინარი ჩემი აზრით ხელს შეუწყობს საერთაშორისო გამოცდილებას, კარგი პრაქტიკის გაზიარებას და ინოვაციური მეთოდების განერგვას, რომელიც პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობის თვალსაზრისით ხელს შეუწყობს საარჩევნო გარემოს და რა თქმა უნდა პროცესის სანდოობას.